იღუმენი ნიკონი, ლოთობა. ძვირფასო სერგეი, გამარჯობა შენი. როგორ ახარ? შენი ჯანმრთელობა რას აიქმს? ძალიან ვისურვებდი, მენახე და გაგსაუბრებოდი. გავიგე, რომ კლავინდებურად სვამ და თავს იღუპავ. რა მოელის კაც ამ გზაზე, ახლავე მოგწერ. თუ ამ სენს არ შეებრძოლები, ეშმაკების სრული ძალაუფლების ქვეშ მოექცევი. ისინი ჩაგაგონებენ, რომ სულ უფრო მეტი დალიო და ამით ნერვიული სისტემა დაინგრიო. თანდათან მოგერევა მრისხანება და გაღიზიანება, რომლებიც თავიდან მსუბუქი ხასიათის იქნება, მერე კი სულ უფრო ტლანქი და ხანგრძლივი გახდება. ფულის უკმარისობა დაგეწყება, სამსახურიდან გამოგაგდებენ. ნივთების გაყიდვა, თავის დამცირება, ვალების აღება მოგიწევს. შეიძლება ქურდობასაც კი მიჰყო ხელი. მრისხანება გაძლიერდება და ეშმაკეულ გაბოროტებად კაცისკვლის სურვილად იქცევა. ეშმაკები, რომლებიც ფარულად იმოქმედებენ, ავაზაკების, მხეცების, გველებისა და სხვათა სახით მოგევლინებიან. მერე კი შეიძლება თავიანთი საზისხარი სახითაც გამოგეცხადონ. თუ ამჯერადაც არ მოხვალ გონს, მძიმე დანაშაულის ჩადენას გაიძულებენ. მაგალითად, ცეცხლის წაკიდებას, გულელობას, მერე კი სრულ სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდებენ და თავის მოკლამდე მიგიყვანენ. კაცი რომ სიკვდილთან ერთად ქრებოდეს, იქნებ სასიხარულოც კი იყოს, რომ ამით ტანჯვა დასრულდება, მაგრამ სინამდვილეში ხომ გაქრობა არ არსებობს. ლოთი თვითმკვლელი, მცირე და დროებითი ტანჯვიდან საბოლოოდ საუკუნოდ ეშმაკის ხელში ჩავარდება. უსაზარლეს სატანჯულში, რომელსაც დასასრული აღარ ექნება. როგორც სულიერ ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან და სლევენ ცოდვებს, თანდათან ჯერ სულიერი სამყაროს ხედვის უნარი ეძლევათ, მერე კი ანგელოზ და ხილვისაც. ასევე უხეშ ვნებებს, განსაკუთრებით ლოთობასა და გარყვნილებას მიცემულნი, თუ არ შეინანებენ, ეშმაკებს იხილავენ და მათი მონები გახდებიან. უკვე გარეგნული სახეც კი სულიერი კაცისა და ეშმაკის მონისა ცხადად მეტყველებს, სადამდე მივყავართ ერთსა თუ მეორე გზას. ნაყოფისა ისამე მათთაგან იცნეთ იგინი, ამბობს უფალი. ძვირფასო, საყვარელო, კეთილო, ჭკვიანო სერიოჟა, გონს მოდი, საით მიდიხარ? თუ აქაც კი ასე გიმძიმს, სიკვდილის მერე რაღა მოგელის. ამ ქვეყნიურზე 1000-ჯერ უფრო ძლიერი ვნებები დაგწვავს ისე, რომ მათი დაცხრომის არავითარი საშუალება არ გექნება. დაკარგული სიცოცხლის ჩადენილი დანაშაულების გამო სინდისი დაუძინებელი მადლივით დაუწყებს ღრნას შენს გულს. ხოლო ამის შეგნება, რომ შენ თვითონ მოისმე საუკუნო ნეტარება, წმინდა კაცსა და ანგელოზთა შორის უგუნითი უგუნისამდე დაგტანჯავს. სერიოჟა, თუ სმისთვის თავის დანებება არ შეგიძლია, ის მაინც გააცნობიერე, რომ ცუდად იქცევი. თავს იღუპავ, გულს დგენ ახლობლებს, უფალ შეურაცხყოფ. შეიგნე ეს, დღეში ერთხელ მაინც შეურდი უფალს და უთხარი, უფალო, ვიღუპები, მიშველი, ნუ მიმიშვებ საუკუნო წარწმედამდე. უფალო, მილხინე ცოდვილსა ამას. თუ ამას ყოველ დღე მთელი გულით გააკეთებ, უფალი ყველა ცოდვას მოგიტევებს და გიხსნის წარწმედისაგან. 64-ში პირველი ავაზაკი შევიდა. უფალმა ეს ჩვენ ცოდვილთა გასამხნევებლად სანუგეშოდ განაგო. მოწყალე უფალი ყოველივეს მიუტევებს გულწრფელად მონანულს. არც ერთმა ცოდვილმა სასო არ უნდა წარიკვეთოს. ნუ ამბობ, რომ უკვე წარწმედილი ხარ. ამ მასრს ეშმაკი გივლენს.
ესრეთ იყო სიხარული ცათა შინა, ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს. ამბობს უფალი. იგი, მაცხოვარი ჩვენი, მოვიდა მოძიება და ცხოვრება წარწმუნდულისა. ნუ გეშინია შმაგების. თუ ისინი რაიმე სახით გამოგეცხადებიან, უფალი იესო ქრისტეს სახელი ახსენე. პირჯვარი გამოისახე და მათაც ჯვარი გადასახე. მყისვე კვამლივით გაქრებიან. დანით ან რაიმე სხვა ნივთიერი იარაღით, ნუ კი ეცდები თავის დაცვას. ამისი მათ არ ეშინიათ, არამედ უფლის სახელით შეუტიე. გარე მომადგეს და მომიცვეს მე, სახელითა უფლისაითა ვერევოდი მათ. ასე ებრძოდნენ ეშმაკებს ჭეშმარიტი ქრისტიანები და ჩვენც ამას გვასწავლიან. სერიოზა, მე მუდამ გიხსენიებდი ლოცვებში. გპირდები, რომ ყოველ ლიტურგიაზე ნაწილებს ამოვიღებ და შენს სახელზე შევთხოვ უფალს, რათა განგსწავლოს და შეგეწიოს მაგ უბედურებისაგან განთავისუფლებაში. ოღონდ შენ თვითონაც ცოტათი მაინც იბრძოლე. ნუ გავუწვდი ხელს ეშმაკებს. გიმეორებ, შენ თავად შესთხოვე უფალს სრული მეტანიით. დღეში ერთხელ მაინც, რათა წარწმედის კერძად არ გაგხადოს, არამედ გიხსნა საუკუნო სატანჯველისაგან. შეიბრალე შენი თავი, შეიბრალე კატია. ოდესღაც ხომ გიყვარდა იგი და იქნებ დღესაც გიყვარს. ნუ თუ არ გეცოდება, ასე რომ აწვალებ. თუ აწყენინებ, შენდობას თხოვე მას, რათა შენც შეგინდოს უფალმა. თუ შენს ახლობლებთან არ გექნება მშვიდობა, უფალს როგორ უნდა შეურიგდე. რაც არ უნდა ჩაიდინო, სასოს ნუ წარიკვეთ. როცა ნათელი წუთები დაგიდგება, ილოცე უფლის წინაშე, იგი შეგეწევა და ყველაფერს მოგიტევებს. სერიოზა, გონს მოდი, თავი შეიბრალე, ჩამოდი ჩვენთან. აქ შეიძლება აღსარების თქმა, ზიარება. ეკლესიაში ივლი, სულიერ წიგნებს წაიკითხავ. შვებულება აიღე და ჩამოდი. თუ გინდა მარტო, თუ გინდა კატიასთან ერთად, როგორც გირჩევნია. სერიოზა, თუმცა ცოდვილი კაცი ვარ, მაგრამ მთელი გულით მებრალები. უფალს კი 1000-ჯერ მეტად ებრალება ყოველი ცოდვილი და მხოლოდ მის მოქცევას ელის. რათა შეუნდოს ყველა ცოდვა და სისაძაგლე და აცხონოს. შეურდი უფალს, შეინანე შენი ცოდვები. მოშორდი ცუდ ადამიანებს მაგ დაწყებლის სამსახურს და გაცხონებს უფალი. აჯობებს არსად იმუშავო, ოღონდ არ დალიო და თავი არ დაიღუპო. ჯერ კატია გარჩენს, მერე კი როცა ცოტათი მოღონიერდები და საკუთარი თავის ბატონ პატრონი გახდები, უფალი რაიმე ისეთი სამსახურს გამოგიჩენს, რომელიც არ დაგაზიანებს. მაშინ სულის მშვიდობას, მოსვენებას, სიხარულს მოიხვეჭე. ახლა კი მხოლოდ იტანჯები, თავსაც იღუპავ და შენს ახლობლებსაც ტანჯავ. თუ სინანულით და სიმდაბლით არ შეურგდები უფალს, მაშინ ჯერ კიდევ აქ მოგელის დიდი სატანჯველი. სიკვდილის შემდეგ კი გოდება, კბილთა ხრჭენა, წყდიადი ტარტაროსი, დაუძინებელი მატლი და საშინელი საუკუნო, მიუწვდომელი და უსასრულო საწამებელი. რამ ძიმეც არ უნდა იყოს ამ ქვეყნიური ცხოვრება, ყოველივე მიწიერი ოდესღაც მაინც მთავრდება. სიკვდილის შემდეგ კი დგება დაუსრულებელი მარადიულობა. ან აქ გამოუდგმელ ნეტარებაში, ან საშინელ სატანჯველში. არჩევანი ჩვენზეა. უფალს ყველასთვის ნებავს საუკუნო სიხარული, მაგრამ ძალდატანებით